მარტო ბაკალავრები და მაგისტრები, არამედ თვითონ დოქტორანტებიც იყენებენ, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ტერმინებს სადიპლომო ნაშრომში. მაგალითისათვის ესეთი აბზაცი ქართველი ერის გადარჩენაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის, ვთქვათ, ამა და ამ რაღაცა იდეოლოგიას. ეს ცუდი ტერმინი არ არის, პრინციპში შეიძლება იყოს სწორიც ისტორიული თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ზოგადი შინაარსის მქონე ტერმინი. სადიპლომო ნაშრომში უნდა მოერიდოთ ზოგადი შინაარსის მქონე ტერმინების გამოყენებას და ისეთ ტერმინების გამოყენებას, რომელიც ტოვებს ფართო ინტერპრეტაციას. მაგალითისათვის, თუ თქვენ ამბობთ, რომ ლიბერალური იდეოლოგიიდან გამომდინარე, ლიბერალური იდეოლოგიის პრინციპები, კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპები არის ესა და ეს უკვე კონკრეტული და ჩამოთვლით ამ პრინციპებს, ეს უკვე კონკრეტული ტექსტია და უფრო ახლოს არის სამეცნიერო ენასთან. მაგრამ ახლა თუ თქვენ სადიპლომო ნაშრომში ჩაწერთ იმას, რომ ლიბერალიზმი ეს არის გარყვნილი იდეოლოგია, რომელმაც გამოიწვია ქართული საზოგადოების ცნობიერების დეგრადაცია. ეს არ არის სამეცნიერო ენა. გაითვალისწინეთ ეს. შეიძლება თქვენ ეს მოსაზრება გქონდეთ, შეიძლება ეს მოსაზრება ნაწილობრივ რაღაც გაგებით სწორიც კი იყოს, ბევრი არის დღეს ლიბერალიზმის კრიტიკოსი, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ სადიპლომო ნაშრომში. რატომ? იმიტომ რომ სადიპლომო ნაშრომი ეს არის კვლევა, სამეცნიერო კვლევა. სამეცნიერო კვლევა კი ეფუძნება სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაძიების მეთოდებს. მათ შორის იგი ეფუძნება ანალიზის მეთოდს. ანალიზის მეთოდი ეს ყველაზე უფრო გავრცელებული, შემდგომ ამას აქვს თავისი ქვეკატეგორიები და არ შეიძლება იქ რაღაცა ერთი სუბიექტური საკუთარი მოსაზრებების გაჟღერება და მე ამ სუბიექტური საკუთარი შინაგანი რწმენა წარმოდგენების საფუძველზე გარკვეული დასკვნების გაკეთება. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ ვიძახი სამეცნიერო სადიპლომო ნაშრომების სადიპლომო ნაშრომებში არასამეცნიერო ტერმინების გამოყენება ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და შემდგომ ვიდეოებშიც გავაგრძელებ ამაზე საუბარს. გამოიწერეთ არხი, არხზე მუდმივად იდება ვიდეოები სადიპლომო ნაშრომების შესრულების თაობაზე ვიდეო ინსტრუქციის სახით და გისურვებთ წარმატებებს.